ეიფორია ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ძალიან დიდი დოზით გრძნობს ბედნიერებას. ეიფორია რაღაც უკეთესი მოხდება ამერიკის საელჩოს და რუსთაველის თეატრის პროექტი, რომელმაც სტუმრებზე საკმაოდ დიდი ემოციური გავლენა იქონია. მოსული მაყურებელი პირდაპირ იყო ჩართული სპექტაკლში. მონაწილეებსა და სტუმრებს შორის ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობდა. მსახიობები დამსწრეებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ და იმდენად ოსტატურად ჩაგვითრიეს ეიფორიულ მდგომარეობაში, რომ ბოლოს ყველას თავი პიესის მოქმედი გმირი ეგონა. რეჟისორმა კოლინ ჰოვდემ მაყურებელსა და მსახიობებს შორის ყველანაირი ზღვარი წაშალა. მოქმედება კი შემდეგნაირად ვითარდება. სექტის წევრებს მათი სულიერი ლიდერი თავის მოკლას უბრძანებს. ისინიც ბოლო საათებს საყვარელ საქმიანობას უძღვნიან, უკრავენ მღერიან, ქორწინდებიან, კითხულობენ ლექსებს და საყვარელ კერძებს ამზადებენ. დადგმა რელიგიასთან არაფერ შუაშია. რეჟისორს სურდა ეთქვა, რომ ბედნიერება არც თუ იმდენად შორია და რომ ყოველდღიურმა საქმიანობამ არ უნდა ჩაგვაგდოს დეპრესიაში. კოლინ ჰოვდეს აზრით, მთავარი თავისუფალი აზროვნებაა და ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს მოვლენების განსხვავებული კუთხით დანახვა. მოსულ სტუმრებზე დადგმამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა პროფესიონალები ამ წამოწყებას ცოტათი ეჭვის თვალით შეხვდნენ. რუსთაველის თეატრისთვის რამდენად მისაღებია, რამდენად არ არის მისაღები, იმიტომ რომ მე ვიტყოდი, რომ ამ თეატრს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და უბრალოდ თითოეული ჩვენგანი ცოტა შიშით მოვეკიდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ესეა, ეს ძალიან დიდი რამეა. როგორც სტილი, ჩემთვის პირადად ახალი ნამდვილად არ ყოფილა, მსგავს რაღაცებს ვაკეთებდი უკვე ესე იგი 16 წლის წინ, რა ვიცი. For me it's about finding happiness. I mean, I've gone through a lot of times in life where I'm not happy. Actually, I've gone through times where I've been very depressed, and I find that happiness is usually a choice that we have to make. საბოლოო ჯამში ის მომენტი იყო ალბათ, რომ ხალხმა ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ და უნდა დავინახოთ ცხოვრება თქვათ არა ისე როგორც არის, არამედ მისაზღვრებს გარეთ, რომ არის კიდე კარგი რაღაცები, უკეთესი არ უნდა იყოს დაძაბული, არ უნდა იყოს რაღაცა პირიქით, უკეთესისკენ უნდა ისწრაფოდე და უკეთეს უნდა ელოდე. რომ დიდი შანსია რომ ეს ყველაფერი იყოს.